ისეთი ბნელი ვარო მტრები ჩემი ისეთი ბნელი ვარო ისეთი ბნელი ვარო მტრები ჩემი ვერ მიკრობენ შუქს ისეთ სუდად ხდებიან რომ ერთმანეთს უჭერენ შუბს მეთქი შვილო თბილისია ასე ნუ ადარე ბრუქს ბრუკლინი არა აქ მარტივად დაგადებენ ჰუქს შუა თითი განახესო ალბათ ვეღარ ხსნიო ლუქს მეთქი მომიხადა ბოდიშები არიწოდი უფს მეთქი ვიმალები რედისონში ვქირაო მე ლუქს იმდენი გოგოა როცა ვიხლები ვაძლევ ჯუბაჯს ისეთი მოღალატე მადარებდა ოკუპანტს და რუსს მეთქი ზდილობაა სუფრასთანაც არ ამბობენ ფუს მეთქი ოჯახი ყავს და მამა ვისი სულიქსურს მეთქი უზდელობდი ბავშვობაში არ გიწევნენ ხურს ვინ შემშობილს შეეხება ყველას დედას მოკითხვა ხირსი არ ხარ დაგიჭირო მერე დედა მოგი დილობიანს დამცინონენ მართლა ტვინი მომეთ რა ვქნა არ გამომდის მიტევება ჩემში მომეკლა ვიღაცა რას დაწერს ვიღაცა რას ვიღაცა რას დაწერს ვიღაცა რას ვიღაცა რას დაწერს ვიღაცა რას მე კი ისე ვისე მივუყვებ გზას ვიღაცა რას დაწერს ვიღაცა რას ვიღაცა რას დაწერს ვიღაცა რას ვიღაცა რას დაწერს ვიღაცა რას მე კი ისე ვისე მივუყვებ გზას ისეთი მწარე ვარო მტრები ჩემი დაიწვავდნენ პირს თუ მიკბენენ წინასწარ მე მაშინ დაუჯავშნი რიგს კოლეგები სად არიან ჰაპაძერსკა სად არის ისეთი მარტო ვარო აცი დავირქმევდი მეფე ლირს ანტი LGBT პროპაგანდას რატომ ღერიო უეჭველი ეგ იქნება ლატენტური გეიო ლოგონი ჩვენ თუ გავყვებით მაგ უაზრო ლოგიკას ლოგიკურად ლოგოპედი ჩემ ლოგინთან მოგიყვან ველკომ პარტიზე მღეროდი მე უნივერსიტეტებში საარჩევნო კონცერტებზე ვნახეს ვერცერთში მაგრამ რაღაც სიო მაინც ურტყავთ ფერდებში დაგან მიხილავენ პოლიტიკურ გვერდებში მე რო ფოტოს ვიღებ ოლიმპიურ ჩემპიონთან ზოგს ვახსენდები მშვიდობასთან ზოგსაც ომთან ისე კაცო მე რო თითქოს ყველა იდგა გორთან დარეკეო დღემდე ვრეკავ არ ხარ ტელეფონთან ვახ როგორ მეცინება ბიჭო შვიდი რო ვარ ეგ არ ნიშნავს ფეხი დამა ბიჭო არ გამოვა ბიჭო ინტერნეტში გამაგიჟო ინტერნეტში შეგაგინო მე ხუმრები ბიჭო ყველა წესი ერკაც ყველა კარგ სალამი აჯერ ფიქრობ სანამ რამეს დაწერს კალამი სიტყვას ვუფრთხილდები სიტყვა როგორც თამანი მე რას ვამბობ ვიცი გაიგებენ მავანანანი ვიღაცა რას დაწერს ვიღაცა რას ვიღაცა რას დაწერს ვიღაცა რას ვიღაცა რას დაწერს ვიღაცა რას მე კი ისე ვისე მივუყვებ გზას ვიღაცა რას დაწერს ვიღაცა რას ვიღაცა რას დაწერს ვიღაცა რას ვიღაცა რას დაწერს ვიღაცა რას მე კი ისე ვისე მივუყვებ გზას შენ პატარა ოთახში სიმღერას რო დააწერ და მე ამერიკიდან სტორს რო დებენ და უსმენ ეს ადგას კოლორადო შენ სიმღერას ყველაზე დიდი არახს მანდ გრძნობ ყველაზე მაგარი кайფია ეგ ყველაზე დიდი мотиваცია ეგ ყველაზე დიდი სიყვარულია რა ყველაზე დიდი პასუხისგებლობასაც მან კიდებს შენი მსმენელი რომ ესე იგი ხვალ რომ მისამღერი უნდა მოიფიქრო და იქ რაღაც სიტყვა უნდა თქვა უკვე პასუხისგებლობას გრძნობ აი ეს მაინც პასუხისგებლობებს ვერ გავურობ ხომ არ ვიცი მინდა რომ უფრო თავისუფალი ტიპი ვიყო მაგრამ მაინც ალბათ სიტყვა სიმხელა მნიშვნელობას ვანიჭებ რომ სულ ფიქრობ რომ აი ჩემს დაწერილ სიტყვას როგორ მიიღებს ჩემი უახლოესი ძმაკაცი დედა ჩემი და მაგალითად ის ბიჭი რომელმაც გუშინ ჩემთან ერთად ფოტო გადაიღო ეს პასუხისგებლობები გეკიდება რა ახალი თაობის აი თუნდაც რეპერების ცოტა მშულს რომ კიდიათ ისეთ რაღაცებს იძახიან მაგრამ ალბათ ეგ იმის ბრალია რომ ჩვენმა თაობამ უფრო ახლოს გაიარა ქუჩაც უბანიც რაღაცა და ეს პასუხისგებლობები გინდა არ გინდა მოყვება რა რომ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა